მოგესალმებით 9 საათზე დილის მოამბეს უყურებთ დავით ლაბაძესთან, გიორგი თვალაბეიშვილთან და საშო გაცდიაძესთან ერთად. მოგესალმებით საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დღეს საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება. ასევე როგორია საგადასახადო შემოსავლების 9 თვის მაჩვენებლები. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები გადაცემის მეორე ბლოკში. მოგესალმებით საქართველოს ჩემპიონატში მერვე ტური გაიმართა და თბილისის დინამო კიდევ უფრო დაშორდა ტიტულს, ხოლო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფარჩულიამ პირველი მატჩი ჩაატარა Golden State-ის შემადგენლობაში. დილის მოამბეში სპორტული ბლოკი მოგვიანებით. სპორტისა და ეკონომიკის ამბები ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი დღის სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. გორში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კობა კოშაძესა და ბიძინა თომაშულს ქირურგიული სამედიცინო დახმარება გუშინვე გაუწიეს. ორივე პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმის განმარტებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებენ. მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მიხედვით. თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სამომრჩეველებთან შეხვედრის დროს ცეცხლით გუშინ გაუხსნეს. ინფორმაციას თავად ოქრუაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, თანხმლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ამომრჩეველს ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. კოშაძე კობას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ჭრილობების პირველად ქირურგიული დამუშავება, წვივისძვლების არაკეროვანი ოსტეოსინთეზი. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მისი ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება ჩატარებული ოპერაციის სირთულეს. მეორე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. გორში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებას ითხოვს ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დებატები შერაღებული დაპირისპირების გარეშე უნდა წარიმართოს. მისივე თქმით, აუცილებელია სამართალდამცველების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში იარაღის გამოყენება აღიკვეთოს. უკაცრესად უნდა მოეთხოვოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ უსწრაფესად დაადგინონ ვინ იყო დამნაშავე, რატომ მოხდა ესეთი ფაქტი. მე მგონია, რომ ჩვენ მართლაც პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშეც აღებული, რომ პოლიტიკური დებატები იყოს ცარიელი და სუფთა ზიზღის ენისგან, დაპირისპირებისგან, მით უმეტეს შეერაღებული დაპირისპირებისგან. გორში მომხდარ ინციდენტთან კავშირს განმორიცხავენ ქართულ ოცნებაში. პარტიაში განმარტავენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მომხდარის პოლიტიკურ წრილში გადადანას ცდილობს. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ინციდენტში პარტიის არც ერთი აქტივისტი და ლიდერი არ მონაწილეობდა. მისივე თქმით, მომხდარის მოტივი არა პოლიტიკური მიზეზები, არამედ ირაკლი ოქრუაშვილს მის მხარდამჭერებსა და რამდენიმე ადგილობრივ შორის შელაპარაკება გახდა. კობახიძის განცხადებით, მსგავსი ინციდენტები წინასაარჩევნო პროცესს ჭრდილს აყენებს, რის გამოც მმართველი გუნდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. ეს არის იაფასიანების ცდილობა, რომ პოლიტიკური კონტექსტში იქნას გადატანილი ის ინციდენტი, რომელიც რეალურად დაიწყო მარტივი შელაპარაკების საფუძველზე ოქრუაშვილს და მის მხარდამჭერებსა და გორის კონკრეტულ მოსახლეს შორის. სამწუხაროდ ოქრუაშვილი ხელოვნურად ცდილობს, რომ ამ ყველაფრის მისცეს პოლიტიკური სარჩული. არანაირი კავშირი არც ქართულ ოცნებასთან და არც მის ლიდერებსთან, კონკრეტულ აქტივისტებთან ამის არ ქონია. ნებისმიერი ინციდენტი ჭრილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ჩვენი ამოცანა მომდევნო დღეების განმავლობაში მაქსიმალურად დავისხოთ თავი ასეთი ინციდენტებისგან. ჩვენ აქტიურად მუშაობთ პრევენციაზე და ამაში ჩართული ყავს საერთაშორისო დამკვირვებლები. გორში მომხდარი თავდასხმის დროულად გამოძიებისა და დამნაშავე პირების გამოვლენის აუცილებლობაზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც გარკვეული პირების ინტერესებში არ შედის. მმართველ გუნდში ინციდენტს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს ადეკვატური შეფასებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისების შედეგი, ასე აფასებენ გორში მომხდარ თავდასხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. შესანიშნავი შეფასებები აქვს წინასაარჩევნო პერიოდს და ეს ძალიან არ მოწონთ გარკვეულ პირებს. ნებისმიერი ესეთი ნაბიჯი არის ყველანაირად მიმართული შეთქმულების ნაწილია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც გარკვეული ძალები მიესალმებიან. ვინ შეიძლება იყოს, ვისაც აწყობს, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს, დაუპირისპირდეს სტაბილურობას. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი არის იმ
კლიმატის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ემანიშვილმა, რომელიც ახალისებდა ძალადობას და რომელიც რაც მთავარია, ახალისებდა ამ წლების განმავლობაში კრიმინალს. კრიმინალი გაიზარდა. გორსა და სოფელ დიდინეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით უწყებათა შორისი კომისიის ფორმატში იმსჯელებენ. საკითხებს კომისიის ხდომაზე განსახილველად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში სამართალდამცველების მხრიდან დროული და ადეკვატური რეაგირების საჭიროებაზე საუბრობენ და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ გაემიჯნონ ძალადობრივ ქმედებებს. საიაში მიიჩნევენ, რომ ინციდენტებმა წინასაარჩევნო გარემოზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა დროულად უნდა მოხდეს. შემაშფოთებელი ფაქტებია და აუცილებელია, რომ მათზე იყოს სწრაფი, დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, რომ ეს ინციდენტები ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური კინკლაობის ჭრილში იყოს მუდმივად მათი განხილვა გადაინაცვლოს სამართლებრივ განხილვაში. ყველა პარტიამ თავი შეიკავოს სიტუაციის ესკალაციისგან, თავიანთი აქტივისტების ჩართვისგან ძალადობრივ მოქმედებებში, თუ ასეთი ფაქტები ხდება და ჩანს, რომ ხდება, მოხდეს ამ ფაქტებთან სწრაფი გამიჯვნა, მათი დაგმობა. სოფელ დიდინეთში მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. მათი შეფასებით მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და უარყოფით გავლენას ახდენს სამურჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მშვიდობიანი და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფა უპირველესად სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს ჩაატარონ სრული, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება. შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს სოფელ დიდინეთში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც ქართული ოცნების ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წევრის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა. ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდება, არის ძალიან ცუდი და აზიანებს საარჩევნო გარემოს. ბუნებრივია, მსგავს ფაქტებს ჭირდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური, დროული და სწრაფი რეაგირება, რაც გულისხმობს ეფექტური გამოძიების ჩატარებას და რომელსაც შედეგად მოყვება სამართალდამცავი პირების იდენტიფიცირება და მათ პასუხისგებაში მიცემა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, მანამდეც არაერთ ყოფილა ესეთი ფაქტი, ახალისებს ძალადობრივ გარემოს და საფრთხეს უქმნის უშუალოდ კენჭისყრის დღეს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში დღეს შევა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეპუტატებმა ბიუროს ხდომაზე უნდა იმსჯელონ, რომელიც დღეს 15 საათზეა ჩანიშნული. საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ საჭირო კვორუმი იქნება და ხდომა გაიმართება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით სოციალური მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება იზრდება. ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტს მე-9 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს. ახლა ბიუჯეტი შემოაქვთ განსახილველად და პროცედურული საკითხია გასავლელი, რომ ეს ბიუჯეტი დარეგისტრდეს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ბიურო შეიკრიბოს უნდა და დაარეგისტრიროს, როგორც წესი დარეგია და როგორც პროცედურა მოითხოვს. მნიშვნელოვნად იქნება სახეცვლილება ამ ბიუჯეტისა მთელ რიგ მიმართულებებში, რომელიც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. გიორგი მარგოლაშვილმა ბათუმში კონკურსის შენი ხმა ჩვენი მომავალი გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და დემოკრატიის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა. კამპანიის მიზანია თითოეული ამორჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო სამოქალაქო აქტივობის პოპულარიზაცია. გიორგი მარგოლაშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ხართ პატარები, მაგრამ თქვენ უკვე გააკეთეთ ბევრი თქვენი სამშობლოსათვის. თქვენ მონაწილეობა მიიღეთ თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში. თქვენ გამოეხმაურეთ, ხარი დაუჭირეთ იმ წამოწყებას, რომელიც თქვენზე უფროსი თავებისთვის, თქვენი მშობლებისთვის, მათი მშობლებისთვის ახალი იმედის, ახალი პერსპექტივის, ახალი ხალისის ჩასახვა იყო. მე და ჩემი მამა გავიარეთ ძალიან საინტერესო გზა, ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ვართ ძალიან გახარებულები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მეტი და მეტი გვემუშავა და მეტი და მეტი მოგვეთხოვა ჩვენი თავისაგან.
წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია რესპუბლიკელები მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო გეგმა გააცნეს. პარტიის ლიდერებმა სოფლის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასა და მუნიციპალიტეტების ინტერნეტიზაციაზე გააკეთეს აქცენტი. მოგვიანებით ადგილობრივებს ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარი კანდიდატებიც წარუდგინეს. მაღალმთიანი აჭარიდან უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დემურ მსახურაძე საპარლამენტო მანდატისთვის კი რაულ პაქსაძე იბრძოლებს. კანდიდატები არიან პროფესიონალები თავთავიანთ საქმის, ექიმები, პედაგოგები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები. თავისუფლად ძალიან დიდარი გამოცდილება აქვს პოლიტიკური ცხოვრების. პოლიტიკაში ჩვენ გვჭირდება თავის საქმის პროფესიონალები, მაგრამ პოლიტიკური ხედვები. პატა ბურჭულაძე თბილისსა და გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა. სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა პარტიის წევრებს ის პრობლემები გააცნო, რაც მისი თქმით ბლოკს ბოლო პერიოდში შეუქმნეს. ბურჭულაძის განცხადებით მათ გადაუკეტეს ყველანაირი ფინანსური რესურსი, თუმცა მისი თქმით პარტიის სხვა წევრებისგან დახმარების და მხარდაჭერის პირობა მიიღო. თანხების გარეშე ვარ დარჩენილები და ვთხოვეთ მათ, რომ ბოლომდე მieყვანათ ჩვენი საქმე. ყველა არც ერთ ადამიანს არ ვთქვავს უარი, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. ყველა დიდი შემართებით არის და ყველა არის მზად, რომ ბოლომდე მieყვანოთ ჩვენი გამარჯვების საქმე. ამ შეხვედრების მერე კიდევ უფრო მეტად ვიგრძენით ის ძალა და ის მუხტი, რომელიც ამ ხალხს ამოძრავებს. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრთან ერთად პედაგოგებს შეხვდა. მან მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პედაგოგებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება. მატერიალური შესაძლებლობა მაინც, ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ყოველ შემთხვევაში ალიტრით და ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც უკვე გატარდა, ამ რეფორმების შედეგებზე და შესაბამისად იმაზე თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ზოგადად როგორც სკოლებში განათლების დონე, ან აიწიოს განათლების დონე და ისე როგორ უნდა გამოსწორდეს პედაგოგების მდგომარეობა, რადგან მე მიმაჩნია, რომ შესაბამისად ყველა წარმოდგენილი პედაგოგი ადამიანი არის ნამდვილი გმირი, რადგან მათ სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში ენთუზიაზმის ხარჯზე მოიტანეს ის განათლება, ის ცოდნა, რომელიც თქვათ ჩვენს ახალგაზრდებს აქვს. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საცურაო აუზის გახსნას დაესწრო. ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ბლექსის ფილიალი ზესტაფონში ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და 1500-მდე პირის მომსახურებას შეძლებს. ამ ეტაპზე ცენტრის შემადგენლობაში 3 საცურაო აუზია. უახლოეს მომავალში კომპლექს ფიტნეს კლუბით შეემატება. საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ბათუმელებთან ერთად სხვა რეგიონებიდან მოწვეული სტუმრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ახვლედიანმა ამ მრჩევლებს სამოქმედო გეგმა კიდევ ერთხელ გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. იგი კენჭისყრის ბათუმის 69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ბათუმელებს სურთ პარლამენტში განათლებული, წესიერი და ამ ქალაქისთვის უანგარო მსახურებისთვის მზად მყოფი ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევანის გაკეთება დღეს ბათუმში შეუძლია. მთელი საქართველო ახლა იმის ფიქრშია, რომელ პარტიას მისცენ ხმა, რომელ პარტიას არ მისცენ და არმაზ ახვლედიანმა ძალიან გაუმარტივა ბათუმელებს ეს არჩევანი, მინაიდან ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი და ეს არის ძალიან წესიერი, ძალიან კვალიფიციური და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები და ასეთი ადამიანები სჭირდება, ასეთი პრინციპული ადამიანები სჭირდება ქართულ პოლიტიკასაც და ქართულ პარლამენტსაც. პაზონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პეტრიაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე პროფკავშირების მიერ წარდგენილი კანდიდატია. ის სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებების მიერ დასახელდა. პარალელურად ირაკლი პეტრიაშვილი გაერთიანებულ პროფკავშირებსაც ხელმძღვანელობს. მაჟორიტარის ბიუროსთან შეიქმნება სამოქალაქო საკრებულო, რომლის მთელი ბიუჯეტი მოხმარდება ამ უბნიდან არჩეულ ორ ადამიანს, რომელიც წარმოაჩენს იმ უბნის პრობლემებს, სადაც გაცვეთილი კომუნისტური ნაცრისფერია და ბუნებრივია ეს ფერები უნდა იყოს ხალასი, ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ღიმილი. რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. მორიგი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში გახსნა. საქართველოში ეს რიგით 39, იმერეთში კი მერვეა. საზოგადოებრივი ცენტრი სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს თავაზობს. საქართველოს მასშტაბით მოქმედ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ხანდაზმულები თუ ახალგაზრდები მიიღებენ ყველა იმ სერვისს, რასაც ღებულობენ თბილისში უზარმაზარ იუსტიციის სახლში თბილისელები. ასევე ბავშვებისთვის არის კომპიუტერების დარბაზი და უკაბელო ინტერნეტი, მათ შორის შემოვიდა ახალი წიგნები, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკა. რაც ეხება უცხოეთში განვითარებულ მოვლენებს, უნგრეთში იმიგრანტების კვოტური სისტემით განაწილების შესახებ გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 98%-მა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პლებისციტის შედეგებს გამარჯვებად მიიჩნევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე აქტივობამ 43% შეადგინა, მინიმალური ზღვარი კი 50% იყო. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს გაითვალისწინოს ამორჩეველთა ნება წინააღმდეგ. შემთხვევაში კი კონსტიტუციაში ცვლილებების გატარებას გეგმავს, რომლითაც დაბალი აქტივობის მიუხედავად რეფერენდუმი შემდგარად გამოცხადდება. ევროკავშირის გეგმის მიხედვით წევრ ქვეყნებში კვოტური სისტემით 160,000 მიგრანტი უნდა გადანაწილდეს. აქედან უნგრეთმა 1294 ლტოლვილი უნდა შეიფაროს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამის წინააღმდეგია. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ადგილობრივი წინასწარი არჩევნები, ეგრეთ წოდებული პრაიმერიზი დასრულდა. ლუგანსკის საარჩევნო კომისიის დროებითი თავმჯდომარის ვიტალი სედის განცხადებით, აქტივობამ 55,000-მდე ადამიანი შეადგინა. საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე წარიმართა. თვითგამოცხადებულ დონეცკში კი არჩევნებში მონაწილეობა 370,000-მდე ადამიანმა მიიღო. მინსკის შეთანხმება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. კიევისგან კი დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. თუმცა უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მართვის განსაკუთრებულ წესებს მხოლოდ 3 წლის ვადით ითვალისწინებს. სეპარატისტულ რესპუბლიკები კი და რუსეთი კი ამ სტატუსის მუდმივად ამოქმედებას მოითხოვენ. ლიბიაში ჰოლანდიელი ფოტოკორესპონდენტი მოკლეს. ჯერონ ორლენმანსი ისლამური სახელმწიფო სნაიპერმა ქალაქ სირტში მოკლა. ლიბიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტი 2012 წელს ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ისლამისტებმა სირიაში გაიტაცეს, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ისინი სირიის თავისუფალი არმიის წევრებმა გაათავისუფლეს. ქალაქი სირტი, სადაც ორლენმანსი დაიღუპა, ლიბიის ექს-პრეზიდენტის მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია. სირტი დღემდე რჩება ისლამისტების ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტად. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული ავიაციის მიერ სირიის საავადმყოფოების დაბომბვის გამო მოსკოვთან მოლაპარაკებას შეუძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის ხილობაზე განაცხადა. მისი თქმით, ასადის რეჟიმის მიერ ალეპოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და რუსეთის თანამონაწილეობა აშკარა სამხედრო დანაშაულში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეუძლებელს ხდის და მხოლოდ საიმიგრაციო კრიზისს ამწვავებს. სირიის სამთავრობო არმია კი კვირას განხორციელებული ავიაიერიშებისა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ამბოხებულ მებრძოლებს ალეპოს აღმოსავლეთ რაიონების დატოვებისკენ მოუწოდებენ და უსაფრთხო დერეფნის შექმნას თავაზობენ. ინდოეთის ქალაქ ბარამულაში შერეღებული პირები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი სამხედრო პირი. სამხედრო ბაზა ქაშმირის რაიონში მდებარეობს. გასულ თვეში შერეღებული პირები ამავე რაიონში კიდევ ერთ სამხედრო ბაზას დაესხნენ და 18 ადამიანი მოკლეს. ინდოეთი მებრძოლების იარაღით მომარაგებისა და წვრთნებისთვის პასუხისმგებლობას პაკისტანს აკისრებს. მეამბოხე ძალების მიზანს ქაშმირის ინდოეთისგან გამოყოფა წარმოადგენს. და ისევ საქართველოს მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თელავსა და გურჯაანს ეწვია. არიელ ხეჩიკაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების გეგმა განიხილა. მოგვიანებით სპორტული ობიექტები, დარბაზები და სპორტული სკოლები მოინახულა. მუნიციპალიტეტებს სამინისტროსგან სპორტული ინვენტარი გადაეცათ. მინისტრი ადგილობრივ მწვრთნელებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ახალგაზრდა მხატვრის სოფო ფირცხალავას პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა გალერეა ბაიაში. გამოფენაზე მხატვრის 20 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც გუაშსა და აკვარელშია შესრულებული. გამთვალიერებლებს ნამუშევრების ნახვა და მათი შეძენა 2 დღის განმავლობაში შეეძლო. ექსპოზიციაზე ახალგაზრდა მხატვრის მიერ 5 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. თოცამდე ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი, ბოლო 5 წელი არაც ინტენსიურად ხატავ და გამოფენისთვის გარკვეული ეს რაოდენობა მოვაგროვე და მომავალში უფრო ფართო მასშტაბიან გამოფენებს გეგმავ. რაც შეეხება სტილს, სტილი არის აბსტრაქტი და დეკორატიული არტი. თუ დააკვირდებით, ნამდვილად ჩანს მის ეს რაცა ინდივიდუალური ხასიათი. რაც შეეხება სტილს და მიმდინარეობას, ეს იმდენად თავისებურია, რა ვიცი, მე ვერც ერთ სხვა მხატვარში იგივე რაღაცას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ნამდვილად თავისი ხაზი მისდევს სოფოს.
ახლა კი სტუმრის დროა დილის მოამბეში ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით 7 ოქტომბერს თბილისში მარკეტინგის ახალგაზრდული სამიტი იწყება. ჩვენს კითხვებს კოკა ჯახუტაშვილი ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი უპასუხებს. კოკა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. რამდენადაც ვიცი, ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც მარკეტინგის მიმართულებით თქვენს მიერ ტარდება. ვისთვის არის რომ ვისაუბროთ ამის შესახებ და რამდენად მარტივია რომ ჩაერთონ ახალგაზრდები, რომლებიც მარკეტინგით არიან დაინტერესებული. ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაცია ამას პირველად ატარებს საქართველოში, მაგრამ ზოგადად ევროპისგან არის ეს გადმოღებული და ტარდება მეორედ მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში ერთ-ერთ ქალაქში იყო ჩატარებული მხოლოდ ჯერჯერობით ეს პროექტი. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია 14-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ მარკეტინგი და ზოგადად ბიზნესის წარმოება. რამდენად მარტივია მათთვის ჩართვა და განსაკუთრებით საინტერესოებისთვის იქნება მარკეტოლოგებისთვის, ვინც საკუთარ მომავალს მარკეტინგს უკავშირებს თუ ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც ასე თუ ისე აინტერესებს ეს. პროექტში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, თან ახლოს ძირითადად რამოდენიმე ეტაპის გავლა, აქედან გამომდინარე ირჩევა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საკუთარ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, მარკეტინგს და ბიზნესს უკავშირებენ. უფრო მეტად ეს იქნება ბიზნესის სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ეხლა უნდა აირჩიოს თუ რომელ პროფესიას გაყვეს და ამისთვის ჩვენ ვთავაზობთ გზას, რომელიც გაუმარტივებს მას ამ არჩევანის გაკეთებას. კოკა, პრეს-რელიზში წავიკითხე, რომ პოლონური დელეგაციაც ჩამოდის ამ ღონისძიებაზე. პოლონეთი რა ფორმით არის ჩართული ამ? სამწუხაროდ პოლონურმა დელეგაციამ რაღაც მიზეზების გამო უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე, ჯერჯერობით ეს პროექტი საპილოტე გახლავთ. და პოლონეთის დელეგაციამ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო დაძაბულობის ფონზე ამჯობინოს, რომ შემდგომ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. პროექტი არის 4 დღიანი, იწყება 7-ში და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თუ შეგვიძლია რომ დეტალურად მიმოვიხილოთ ის სესიები, რისგანაც შედგება ეს. კი ბატონო, პროექტი 4 დღის განმავლობაში 7 ოქტომბერი იქნება არაფორმალური სამუშაო, ანუ დელეგატები ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში გაეცნობიან, რათა მათი დანარჩენი სამუშაო 3 დღე უფრო მეტად ნაყოფიერი იყოს, რადგან ისინი აქამდე ერთმანეთს არ იცნობენ. ხოლო მეორე ეტაპი უკვე იქნება, ასე ვთქვათ, არაპრაქტიკული, ანუ თეორიული ცოდნის მიღება, თეორიულ მასალას გაეცნობიან ისინი, ექნებათ რამოდენიმე ტიპის ლექცია, ზოგადად მარკეტინგისა და ბიზნესის შესახებ. უკვე 9 ოქტომბერს იქნება მათი თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენების დღე. ანუ 9 ოქტომბერს ისინი გავლენ ქალაქში გამოიკითხავენ, ჩაატარებენ მარკეტინგულ გამოკვლევებს, მიიღებენ სხვადასხვა ინფორმაციებს და ასე შემდეგ. და მოემზადებიან, რა თქმა უნდა, 10 ოქტომბრისთვის. 10 ოქტომბერი ეს არის დღე, როდესაც ისინი თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს და უკვე ჟიური გადაწყვეტს თუ ვინ იქნება გამარჯვებული. ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, ვინ შეაფასებს ამ ნამუშევრებს, ანუ ვინ არიან ჟიურის წევრები, მანამდე როგორ ხდება, რა კრიტერიუმებით ხდება ჯგუფების შედგენა იმ მონაწილე ახალგაზრდებისგან, რომლებიც ჩაერთვებიან ახალგაზრდულ ფორუმში? მონაწილეების შერჩევა ორი მარტივი ეტაპის გავლის შემდგომ ხდება. პირველი ეს არის ჩვენი Facebook აპლიკაცია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია. Facebook აპლიკაციის გავლის შემდგომ წერენ სამოტივაციო წერილს. სამოტივაციო წერილს ეგრეთ წოდებული საბჭო განიხილავს და ამის შემდგომ ისინი დაბარებულები იქნებიან გასაუბრებაზე და გასაუბრებაზე მხოლოდ 4 მარტივი შეკითხვის გავლის შემდგომ ექნებათ საშუალება, რომ პროექტში მონაწილე სტატუსი მიიღონ. რაც ეხება ჟიურის, ვინ შეაფასებს ახალგაზრდების ნამუშევრებს? ჟიურის წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან გარკვეული მიზეზების და გამო მე თავ შევიკავებ, ამას სურპრიზად დავტოვებთ მონაწილეებისათვის. აქედან გამომდინარე, ისინი რა თქმა უნდა მარკეტინგის სფეროში საკმაოდ აქტიურად ჩართული და მოღვაწე ადამიანები იქნებიან, ძირითადად ქართველი წამყვანი ორგანიზაციების მარკეტოლოგები. და პერსპექტივებზეც რომ ვისაუბროთ, რას მისცემს ახალგაზრდებს 4 დღიანი ახალგაზრდული სამიტი, თუ კი ისინი მიიღებენ ამ სამიტში მონაწილეობას? ეს სამიტი პირველ რიგში მისცემს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომ მათ უფრო მეტად შეეძლონ მათი მომავალი პროფესიის არჩევა თუ მომავალ პროფესიაში ღრმად პრაქტიკულად გარკვევა, რა თქმა უნდა, საქართველოში მესამე კურსამდე თითქმის არ აქვს საშუალება პრაქტიკული ცოდნა მიიღონ ზოგადად მარკეტინგისა და ბიზნესის შესახებ. ამავდროულად ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც ქართულად და ინგლისურ ენაზე იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ მაღალწონიანია. საერთაშორისო უნივერსიტეტებში, როგორც ევროპის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში საკმაოდ ერთ-ერთი მაღალი წონა გააჩნია მის აღებად. 2016 წლის ფორუმი ეძღვნება მარკეტინგს. ხომ არ გეგმავს ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაცია, რომ სხვა მიმართულებებითაც ჩაატაროს ახალგაზრდებისთვის მსგავსი ტიპის ფორუმი? ჩვენი ორგანიზაცია მოგეხსენებათ 2011 წლიდან არსებობს ქართულ ასპარეზზე
არის და მე რაც არ უნდა ისე სახალხო ამბავი იყოს ზუსტად 1 წლის წინ დღევანდელ დღეს ჩავუდექი სათავეში ამ ორგანიზაციას და დღევანდელ დღეს დავიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. აქედან გამომდინარე უკვე გვაქვს გაკეთებული რამოდენიმე პროექტი, ერთ-ერთი ჩვენი სავიზიტო პროექტია იმიტირებული სასამართლო, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის 14 წლიდან 25 წლამდე ასევე ასაკი იქნება შეზღუდული იმათთვის არის და ასევე გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პროექტი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაეროს ახალგაზრდული სამიტში მონაწილეობის მიღება და ქართული დელეგაციის სახელით იქ საქართველოს და საკუთარი თავის წარმოჩინება. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, კოკა ჯახუტაშვილი, ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობდა მოამბის შეკითხვებს. დილის მოამბეს კი ახლა დავით ლაბაძე განაგრძობს ეკონომიკის სიახლეებით. მოგესალმები დავით კიდევ. მოგესალმები. დღეს ჩვენ ფინანსურ განათლებასა და მომხმარებელთა უფლებებზე ვისაუბრებთ, მანდა კი ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები. ანაკლიაში საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დღეს საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება. დოკუმენტი ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებას ითვალისწინებს. დღესვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ჰოლანდიურ კომპანია ვანორდ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია შედგება. აღნიშნული კომპანია ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე წინა სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შემოსავლების 9 თვის მონაცემებს აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 475 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 140 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილთან შედარებით. ფინანსთა სამინისტროს ცნობით მიმდინარე წელს 9 თვის შესრულების მაჩვენებელი 102.2%-ით განისაზღვრა, მონაცემები 9%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა. ვალმა 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 4 კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 108.7%-ია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით მეორე კვარტალში საგარეო ვალი 413 მილიონი დოლარით გაიზარდა, სახელმწიფო ვალმა 6.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, სამთავრობო სექტორის ვალი კი 4.5 მილიარდი დოლარია. მთლიანი საგარეო ვალის 94.3% უცხოურ ვალუტაში არის დენომინირებული. თბილისში სკანდინავიური ბრენდი შემოვიდა, რომელიც მომხმარებელს საყოფაცხოვრებო პროდუქციას თავაზობს. საქართველოს 44 ქვეყანაა, რომელიც იუგს გრუპის ქსელს დაემატა. კომპანიამ მილიონ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი დაესწრო, რომელმაც ვაჭრობის სფეროს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაჭრობაში დღევანდელი მდგომარეობით 153.000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს არის 1.5 მილიონ ევროს ახალი ინვესტიციები, ეს არის 25 ახალი სამუშაო ადგილი. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ვაჭრობის სფერო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული სექტორი ჩვენი ეკონომიკის. დღეისთვის არის 26 ადამიანი დასაქმებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავფართოვდეთ კიდევ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც გავხსნათ კიდევ არაერთი მაღაზია. რიყის პარკში ღვინის კვირაულის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. დამთავრებელს შესაძლებლობა ჰქონდა ღონისძიების ფარგლებში ქართული წარმოების ღვინო დაეგამოვნებინა და შეეძინა. ამასთან ღვინის კვირაულის ფარგლებში ქართული ღვინის ორდენები გადაეცათ მეღვინეობა მევენახეობაში შეტანილი ღვაწლისთვის დამსახურებულ მეღვინეებსა და მევენახეებს. ღვინის კვირაულში 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანიებმა წარმოადგინეს თავიანთი ღვინოები და ატარებენ დეგუსტაციებს, ასევე დღეს დავაჯილდოვეთ საქართველოს დამსახურებული მეღვინეები, სულ ჯამში 8 მეღვინე დაჯილდოვდა. საქართველოში ფინანსური განათლების დაბალი დონე კომერციული ბანკებისა და მათი კლიენტებს შორის ურთიერთობისას მრავალ პრობლემებს ქმნის. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსესხებლები არასწორად გათვლილი სასხისა და საკუთარი უფლებების შესახებ არაინფორმირებულობის გამო ზარალდებიან. რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება საკუთარი უფლებების შესახებ, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ხელსურაце ხო აიღეს მაშინ უნდა წაგიკითხა, ნახევარს უკითხულობ, ბოლომდე უნდა წაიკითხო და მე მოაწერო ხელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების განმარტებით მომჩივანმა პირველ რიგში უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს და თუ ბანკმა ვერ უზრუნველყო მისი უფლებების დაცვა, შემდეგ უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს. ორი მხარე აქვს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს. ერთი არის ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემა ბანკების მხრიდან, რაც ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი და ამაში სასურველია რომ ეროვნული ბანკიც იყოს აქტიურად ჩართული და თავად ბანკებმა უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და უფრო მეტად დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და მეორე საკითხი უკვე არის, რა თქმა უნდა, თავად მომხმარებელთა ფინანსური განათლება, მომხმარებელი თუ იქნება ფინანსურად განათლებული, გაცილებით ნაკლები პრობლემა შეექმნება პირადად მას. 2016 წლის იანვარ-ივნისში ეროვნულმა ბანკმა 1300-მდე პრეტენზია განიხილა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით, შემოსული პრეტენზიებიდან უსაფუძვლოდ 1004 საჩივარი ჩაითვალა. 255 საჩივრის საფუძვლიანობა დადასტურდა. 67 საჩივრის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური პროდუქტების მიხედვით ყველაზე ხშირად მომხმარებელის საკრედიტო ბარათებთან, მიმდინარე ანგარიშებთან და მომენტალურ განმადებებთან დაკავშირებული პრობლემების გამოჩივის. თუ საფუძვლიანია ინდივიდუალური პრეტენზია, მაშინ ახდენს შესაბამის რეაგირებას მის რეგულირებად ეროვნული ბანკის რეგულირებად ინსტიტუტთან. თუ თქვა სისტემური ხასიათი მიიღო პრეტენზიამ, ამაზე უკვე ცვლილების ინიცირებას ვახდენთ სისტემურ დონეზე და შესაბამის რეაგირებას. 2016 წელს კვლევითი ორგანიზაციების TNC-სა და ICET-ის მხარდაჭერით ფინანსური განათლების შესახებ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ფინანსური განათლების ინდექსი შემდეგნაირად გადანაწილდა: მაღალი 6%, საშუალო 42%, დაბალი 52%. კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს 7 დიდ ქალაქში. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ჩანს, რომ მოსახლეობა ძირითადად თავს იკავებს ბანკებთან ურთიერთობისგან და ზოგ შემთხვევაში არ იცის, ვის უნდა მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ კი დაირღვევა მისი როგორც მომხმარებლის უფლებები. ზოგადად ხალხის დონემდე არ არის სრული ინფორმაცია, რომ იცოდეს ამ დროს ვის მიმართო. არაფერი არ გააჩნიათ, სახლდებენ და გამოაქვთ ფული. რაზე აქ ლაპარაკი? ეგეთი უჭკუობა თვითონ არ უნდა ჩაიდინა. ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უწყების ერთ-ერთი პროექტის მიხედვით ფინანსებისა და ეკონომიკის საფუძვლებზე შექმნილი საგანმანათლებლო ვიდეოების ქართულენოვანი ვერსიების გავრცელება და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის რესურსით აღნიშნული საკმაოდ რთულია გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობა ძალიან დიდია, ასევე თვითონ ფინანსური განათლების მახასიათებლების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც დაეხმარება დაინტერესებული მხარეების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების რესურსის და იდეების კოორდინაციაში და მობილიზაციაში. სპეციალისტები განმარტავენ, რომ დასარეგულირებელია ხელშეკრულების საკითხიც. საბანკო ხელშეკრულებებში ძირითადად ბანკების ინტერესებია გათვალისწინებული და მომხმარებელთა უფლებები ნაკლებად არის დაცული. მომხმარებელთა უფლებების შესახებ საუბარს ახლა სტუმართან ერთად განვაგრძობთ. პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელია, ჩვენი სტუმარი. ბატონ გივი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ გივი, როგორ რეგულირდება კომერციული ბანკებისა და მათი მომხმარებელთან ურთიერთობები და რა პრობლემები არსებობს აღნიშნული თვალსაზრისით? ის რა რეგულირებაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ეს არის იმდენად დიდი საკითხი, რომ რეალურად ამის თლიანი რეგულირება პრინციპში ფაქტებურად შეუძლებელია. აქ არის ალბათ უფრო სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი და იმ დობაზე, რომელსაც უცხადებს ნებისმიერი კომერციული ბანკის ან თქვათ საბანკო სისტემაში ნებისმიერი თქვათ ფინანსური ორგანიზაციის მონაწილეს ცესხებელი ან ნებისმიერი კლიენტი. ეს არის დაახლოებით იგივე, როგორ დობასაც უცხადეთ ჩვენ მაგალითად ექიმებს, სადაზღვევო აგენტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ის სტრუქტურა, რომელიც ასე ვთქვათ, გაცემს სესხს ან ემსახურება კლიენტს, მას უნდა ქონდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, მაღალი კორპორატული სტანდარტები იმისთვის, რომ არ დაუშვას, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, კლიენტის შეცდომაში შეყვანა, რაც შეიძლება მისთვის შემდგომში ფინანსური ზარალის მომტანი იყოს. და რამდენად ადეკვატურად პასუხობს ამ დობას, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ფინანსური დაწესებულება? გააჩნია ფინანსური დაწესებულება საერთოდ მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც დიდი ფინანსური ინსტიტუტები რეალურად ძალიან ფაქიზად და ესეთ პასუხისმგებლობით იღებენ ამ ყველაფერს. შესაბამისად არის რა თქმა უნდა დაშვებული რაღაც კონკრეტული შემთხვევები, როდესაც თქვათ ისევ და ისევ კლიენტის უყურადღებობის გამო თქვათ შესაბამისად ხდება ის, რომ თქვათ შესაძლებელია მან ბოლომდე არ იცოდეს ის პირობები,
რის მიხედვითაც თქვა ის იღებს სესხს მაგალითისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ ბოლო ალბათ 10 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ის სოციალურ პასუხისმგებლობა, ზოგადად და კორპორატული სტანდარტები, რომლითაც მიმდინარე მომენტში ხელმძღვანელობენ კომერციული ბანკები. ბატონ გივი, რამდენიმე წლის წინ ეროვნულმა ბანკმა ბანკები დაავალდებულა, რომ კრედიტის აღებისას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დაუთვალონ. დღეს მომხმარებელთა ნაწილმა ისიც კი არ იცის, რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რის გამოც შეიძლება მარტივად მოთხოვდნენ. ვინ არის ვალდებული, რომ მომხმარებელი უფრო მეტად იყოს ინფორმირებული? იცით რა არის, აქ არის პრინციპში ყველაფერი დამოკიდებული, მაგალითად სესხის აღების დროს ყველაფერი არის დამოკიდებული იმ არაკომფორტულ გარემოზე, რომელშიც თავს გზნობს, ნებისმიერი კლიენტი, რომელიც სესხს იღებს. ეს არის ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის თანაბარი უფლება, როგორც სესხის გამცემის, ისე სესხის ამღების, რომ გაეცნოს ხელშეკრულებას. რეალურად მე ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურად ქმნიან, საკრედიტო დაწესებულებები ისეთ სიტუაციას, რომ მალე მოაწეროს ადამიანმა ხელი და მალე აიღოს თანხა და გაცენ სესხი, მაგრამ ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად ადამიანის უფლება ისიც კი არის, რომ სახში წაიღოს ხელშეკრულება, ხედოს და მხოლოდ მეორე დღეს მოაწეროს ხელი და არანაირი სიჩქარე აქ არ არის საჭირო. სხვა შორის ზუსტად 1 საუკუნის წინ, მე მგონი თუ არ ვცდები 1924 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო მიღებული საკმაოდ ისეთი ჭკვიანური კანონი, რომელიც უფლებას აძლევდა სესხის ამღებს 3 დღე ეფიქრა აიღო თუ არა სესხი, ანუ უპირობო, ასე ვთქვათ, ისეთი უფლება იყო მისი და მხოლოდ 3 დღის შემდეგ მოეწერა ხელი. ეხლა რატო ხდებოდა ესე, რომ მას შეეძლო წყნარად, ნორმალურად სახში გადაეხედა მთელი პირობებისთვის და თუ რამე არ მოეწონებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოეწერა ხელი და ამ შემთხვევაში აიღო სესხი. სამწუხაროდ ჩვენ ვჩქარობთ ხშირ შემთხვევაში არ ვაკვირდებით დეტალებს და ეს ზოგიერთ შემთხვევაში ისევ ჩვენი როგორც მომხმარებლის, ასე ვთქვათ, ბრალიც კია ხანდახან, როდესაც ვთქვათ, ვიგდებთ ესეთ მდგომარეობაში თავს. გასაგებია, ბანკებთან ურთიერთობისას პრობლემა ფინანსური განათლების სიმცირეა თუ ამ კუთხით კომერციული ბანკების რეგულირების საკითხი როგორ ფიქრობთ? ის რა არის ალბათ ორივე. თანაბარწილად ფინანსური საერთოდ მე პირადად არ მიყვარს თქვა ნაკლები ფინანსური განათლება იქიდან გამომდინარე რომ ეს იგივეა რომ თქვათ რომ ნაკლები სამედიცინო განათლების გამო ჩვენ ხვდებით ავად დაახლოებით იგივეა ამიტომ შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ორივეზე ერთდროულად ნაწილდება კიდევ ერთხელ გამომეორდება ეს არის მაღალი კორპორატული სტანდარტების შემოტანა რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა მე ვფიქრობ რომ დაახლოებით სადღაც 5-7 წელიწადში ჩვენ გაცილებით უფრო ნაკლები საჩივარი გვექნება თქვა იგივე ეროვნულ ბანკში ვიდრე არის ახლა. და როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ ეს პროცესი ან დაჩქარდეს, ან უფრო დარეგულირდეს? იცით რა არის, აქ იყო თქვენ სიუჟეტში ძალიან ისეთი საგულისხმო ფაქტი, არ არის ეროვნული ბანკი ეხლა მიმდინარე მომენტში მთლიანად პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადამიანებში ფინანსური განათლება ამაღლოს და ყველა საჩივარს, რა თქმა უნდა, ის ვერ განიხილავს. თქვათ იგივე უცხოეთის ქვეყნებში ძალიან ბევრი ასოციაცია და ბიუროა სპეციალური, რომელიც ამას ემსახურება. სამწუხაროდ ჩვენთან არის მე მგონი სულ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ასე თუ ისე ზრუნავს მომხმარებლებზე და ასე თუ ისე ცდილობს, ასე ვთქვათ, აამაღლოს ადამიანების ფინანსური განათლება ზუსტად ამ სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ორგანიზაციების სიუხვე და როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი ორგანიზაციების სიმცირე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ არ არის ინტერესი თუ რაიმე სხვა ფაქტორებია ამ მხრიდან? იცით რა არის, ალბათ ყველაფერი კომერციაზე დამოკიდებული, თქვათ, უბრალოდ ამაში ალბათ არ არის ის კომერციული, ასე ვთქვათ, მარცვალი, რომელიც უნდა იყოს. ალბათ ეს უფრო უნდა იყოს დაფინანსებული იგივე, თქვათ, ბაზარზე მონაწილე პირების მიერ, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმაში, რომ რეალურად, თქვათ, ეს მაღალი კორპორატული სტანდარტები შემოვიდეს ბაზარზე. ჯერჯერობით ესეთი დაინტერესება ალბათ უფრო ნაკლებია. ბატონ გივი, როდესაც ფინანსურ განათლებაზეა საუბარი, საინტერესოა ერთი დეტალი, როდესაც მომხმარებელი ბანკთან ამა თუ იმ პროდუქტით სარგებლობისთვის ხელშეკრულებას აფორმებს, ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულების ბოლოს წერია, რომ ბანკი იტოვებს უფლებას შეცვალოს ხელშეკრულების პირობები კლიენტთან შეთანხმების გარეშე. რამდენად არის დაცული ამ შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები და რა ბერკეტები აქვს საკუთარი უფლების დასაცავად? იცით რა არის, ეს პირობა ყოველთვის არის, თქვათ, ისეთი კამათის და მსჯელობის საგანი, ერთის ხრი რამდენად სწორია, მეორეს ხრი რამდენად უნდა იყოს და ეს აუცილებელია. გარწმუნებთ, ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც ბანკი რაიმეს ცვლის. ეს უნდა იყოს დრამატული ცვლილება, ასე ვთქვათ, საფინანსო ბაზარზე, ან კურსის უცაბედი ძალიან დიდი გაუფასურება და ამას შემდეგ. ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები, უბრალოდ
უბრალოდ ნებისმიერ ესეთი შემთხვევისას გარწმუნებთ მომხმარებელს გაცილებით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ბერკეტი აქვს, რომ საბოლოო ჯამში სასამართლოში საქმე მოიგოს, ვიდრე ბანკს. ამას სჭირდება ძალიან დიდი საფუძველი იმისთვის, რომ რაიმე სახის ცვლილება შეიტანოს ბანკმა იმ თავდაპირველ პირობებთან შედარებით, რომლებიც იყო, ვთქვათ, ცესხის გაცემისას გათვალისწინებული. თქვენ საუბრობდით თანაბარ უფლებებზე. ამ შემთხვევაში რამდენად არის ეს თანაბარი უფლებები დაცული ბანკსა და მსესხებელს შორის, მომხმარებელს შორის? არ არის დაცული, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ იქმნება შთაბეჭდილება, ან არის გარკვეული დისკომფორტი, როდესაც ჩვენ მაგალითად სესხს ვიღებთ, რომ ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად სიჩქარეში, აუცილებლად რაღაცა დროის დეფიციტთან გვაქვს საქმე, გონია რომ ასე ვთქვათ დამატებით კითხვის დასმის უფლება არ აქვს, გონია რომ სახში არ შეგვიძლია წავიღოთ ხელშეკრულება და მხოლოდ და მხოლოდ მისი დეტალურად გაცნობის შემდეგ მეორე დღეს არ მოვაწეროთ ხელი და ასე შემდეგ. ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც აი ზუსტად ამ ნაწილში უნდა გამოსწორდეს, რომ მიეცეს, ვთქვათ, იგივე სესხებელს სრული საშუალება და სრული თავისუფლება იმისთვის, რომ სიჩქარეში და გაუთვითცნობიერებული გადაწყვეტილება არ მიიღოს. რაც შეეხება კლიენტების კონფიდენციალურობას, ეს ძალიან ხშირად შეკითხვის საგანია, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რამდენად არის ბანკების მიერ დაცული კლიენტების კონფიდენციალურობა? ბანკებს აქვს სპეციალური, სხვა შორის საერთაშორისო სტანდარტებისა ძალიან კაცრად არის განსაზღვრული სპეციალური, თქვათ, იგივე სისტემები იმისთვის, რომ ეს იყოს დაცული. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვეულებრივ ოპერატორს, მაგალითად, იგივე დიდ კომერციულ ბანკებში ამობეჭდაც კი არ შეუძლია კლიენტის შესახებ ინფორმაციით ვერ გააგზავნის მეილზე, თქვათ, იგივე თუნდაც გვერდზე თანამშრომელთან. აი ესეთი, ასე ვთქვათ, სტანდარტებიც კი არის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული გაჟონვა. ნუ ეხლა სიტყვიერი გადაცემისგან ინფორმაციის არავინ არ არის დაცული, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი, რომ გითხრათ, რომ ამას სისტემური სახე აქვს, არა. თუმცა აქ არის ერთი მომენტი, დადიოდა, ასე ვთქვათ, ესე ვთქვათ, ჭორები, შეიძლება ითქვას, რომ დიდ საბანკო სტრუქტურებს კლიენტების ერთმანეთის კლიენტების ბაზა მაინც აქვს. ამ შესაბამისად, ვთქვათ, იგივე, ვთქვათ, ერთმა დიდმა ბანკმა იცის ზუსტად, რომ ვთქვათ, იგივე მეორე დიდ ბანკს აქვს რაღაც კონკრეტული პირობებით გაცემული სესხი. და სხვა შორის ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, აქაც უნდა იყოს დაცული აუცილებლად კლიენტი და აუცილებლად მას უნდა შეეკითხოს ბანკმა, გნებავთ თუ არა, რომ თქვენი ინფორმაცია ჩვენ გადავამოწმოთ, თქვათ, ბაზაში და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენი დაფინანსების შესახებ. რაც შეეხება პირობების არჩევას, საქართველოში მოქმედ მსხვილ ბანკებს თითქმის ერთი და იგივე პირობები აქვთ. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი? როგორ ფიქრობთ? რამდენად დიდი არის არჩევანი პირობების მხრივ? იცით რა არის საბოლოო ჯამში, ეს არის შინაგან შეგრძნებებზე საბოლოო ჯამში, თქვა ვიღაცას მოწონს ლურჯი ფერი, ვიღაცას მოწონს ნარინჯისფერი, სხვა შორის აქამდეც დადის ხოლმე ეს ყველაფერი. მე ვერ ვიტყვი რაღაც გამოსხვავებელი მომენტები, ალბათ უფრო კონკრეტულად საახალწლო აქციები ან სხვადასხვა სახის აქციებს უნდა მიადევნოს ყურადღება და ყველაზე კარგი პირობა უნდა მოიძიოს ბაზარზე, რომელიც იმ მომენტისთვის არის. რო გითხრათ, ძალიან განსხვავდება დიდი საბანკო სტრუქტურების პროდუქტები ერთმანეთისგან, არ არის ეს ნამდვილად ესე, ძირითადად ისინი არის მეტნაკლებად ერთნაირი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენთან. პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი. გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით განვაგრძობთ. Online ვიდეო რეკლამას ყველაზე ხშირად დიდ ბრიტანეთში უყურებენ. ბოლო კვლევის თანახმად მას დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 77% უყურებს. შედარებით ნაკლები 68% ავსტრალიაში, 67% კი კანადაში. პირველ ხუთეულში ასევე არიან გერმანია, შეერთებული შტატები და არგენტინა. კვლევის თანახმად ყველაზე ხშირად მომხმარებლები ინტერნეტში საკვები პროდუქტის რეკლამას უყურებენ, რომელსაც მოსდევს ჰიგიენა და მოვლის საშუალებების რეკლამა. ავტორთა განცხადებით, ახალი ტექნოლოგიების გაჩენამ ონლაინ კონტენტის ყურება უფრო შთამბეჭდავი გახადა. Pepsi-ს Coca-Cola-ზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვს მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაყიდვებისა და შემოსავლების ანგარიში გამოაქვეყნა Pepsi-ს აქციები 1.5%-ით გაძვირდა. საერთო ჯამში კი წელს Pepsi-ს აქციები 10%-ით არის გაზრდილი, კონკურენტ Coca-Cola-ს აქციები კი 2%-ით შემცირებული. რაც შეეხება კომპანიების ღირებულებას, ამ შემთხვევაში Coca-Cola ლიდერობს. ცნობილი ბრენდი ამ დროისთვის 180 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, Pepsi-ს მაჩვენებელი კი მას 25 მილიარდით ჩამორჩება.
ამუშავების ბოლოს კი გადავხედოთ ვალუტის კურსს. დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 32 თეთრი ღირს, 1 ევრო 2 ლარი და 60 თეთრი. 1 ფუნტ სტერლინგის შეძენა 3 ლარად და 2 თეთრად შეგიძლიათ. 100 რუსული რუბლი 3 ლარი და 67 თეთრი ღირს, 1 თურქული ლირა კი 77 თეთრი. ეს რაც შეეხებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს, ახლა კი სპორტი და გიორგი თვალობაშვილი. მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაიწყო საგამოფენო მატჩები და პირველი შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ ახალი გუნდის Golden State-ის შემადგენლობაში. ამ და სხვა ამებზე რამდენიმე წამში. დავიწყოთ ფეხბურთით საქართველოს ჩემპიონატით, სადაც გაიმართა მერვე ტური და კიდევ უფრო დაშორდა ტიტულის შენარჩუნებას თბილისის დინამო მოქმედი ჩემპიონი, რომელიც თეთრ ჯგუფში ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობდა დინამო არენაზე. თბილისს სტუმრობდა საჩხერის ჩიხურა, რომელიც ლიდერია თეთრ ჯგუფისა და მან დაამტკიცა ამ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი და დაამტკიცა ის, რომ დინამოელები აშკარა კრიზისში იმყოფებიან. უკვე მეოთხე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ დააწინაურა ჩიხურა, ეს ექს-დინამოელი ფეხბურთელი გახლავთ. პირველივე ტაიმში 34 წუთზე მცველი სტამითი სარგებლო ვლადიმერ გვალიშვილმა და 1-1, მაგრამ შესვენებამდე საყაიმო ანგარიში ძველ შეინარჩუნა მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი ივანიშვილმა მე-40 წუთზე აი ესე დააწინაურა კიდევ ერთხელ ჩიხურა და საბოლოოდ სტუმრებმა მოიგეს ანგარიში 2-1 და მიუახლოვდნენ აი ამ გარდამავალ სეზონში ოქროს მატჩს, სადაც გათამაშდება ოქროს მედლები საქართველოს ჩემპიონატის. ჩიხურას 16 ქულა აქვს, ხოლო დინამოელები მესამე ადგილზე არიან 10 ქულით და ძალიან გაუჭირდებათ მათ პირველი ადგილის დაკავება, რათა სეზონის ფინალში ითამაშონ. რაც შეეხება წითელ ჯგუფს, აქაც იყო ლიდერთან მატჩი, სამტრედია ბათუმის დინამო, ფრე 1-1, სამტრედია ლიდერობს 15 ქულით წითელ ჯგუფში და 13 ქულით ბათუმელები არიან მეორე ადგილზე. ახალი კალათბურთი NBA დაიწყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონისთვის მზადების დასკვნითი ნაწილი, ეს არის საგამოფენო მატჩები და პირველი შეხვედრა გაიმართა სწორედ Golden State-ის მონაწილეობით, Toronto Golden State-ი. ჩვენ ამ გუნდის ამ უკანასკნელის თამაში გვაინტერესებს, ვინაიდან იქ ზაზა ფაჩულია და ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ, კარი, ტომპსონი, გრინი, დიურანტი, ფაჩულია და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამ მატჩის 5 საუკეთესო მომენტი და შემდეგ ქართველი კალათბურთელის სტატისტიკაზეც ვისაუბრებთ. მეხუთე ადგილზე გავიდა კორი ჯონსონი, Toronto-ს მცველი, რომელმაც ცენტრიდან ჩააგდო ბურთი მესამე მეოთხედის ბოლო წამზე. ეს არის მეოთხე ადგილი ჯარედ სალინჯერის ტორონტოელის ბლოკი იან კლარკის წინააღმდეგ. სხვათა შორის მეორე ტაიმში სტივ კერმა Golden State-ის მთავარმა მწვრთნელმა არც ერთ სასტარტო ხუთეულის არც ერთი კალათბურთელი არ ეთამაშა და რეზერვისტებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ეს არის დევიდ უესტის ბლოკი და კევინ დიურანტი მთავარი შენაძენი Golden State-ისა, NBA-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომელიც დაემატა Golden State-ს და მისი ორი ქულა ერთ-ერთი ორი ქულა ამ შეხვედრაში. დურანტის შესწომა სამაგიეროდ შეტევაში, დემარ დეროზანის გაქცევა და ტორონტოს ლიდერის დანკი, თუმცა პირველი ადგილი მაინც Golden State-ის კალათბურთელებს ერგოთ აი ამ ტოპ ხუთეულში, კერძოდ სტეფ კარის ძალიან ლამაზი გადაცემა და ანდრეი გუოდალას ჩატევა, რომელსაც ახლა ჩვენ ვნახავთ. აი ესე კონჩეტევაში გაიქცა Golden State-ი და სტეფ კარის პასი და ბრწყინვალე ალიუპი Golden State-ის კალათბურთელების შესრულებით. როგორც გითხარით, სასტარტო ხუთეული კარი, ტომპსონი, გრინი, დიურანტი, ფაჩულია იყო Golden State-ში. ზაზამ ითამაშა 8 წუთი და 1 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ყველაზე მეტი ქულა ტომპსონმა დააგროვა 16 Golden State-ის რიგებში, დიურანტმა 9 ქულა და 8 კარი. როგორც გითხარით, ამ კალათბურთელებს მეორე ტაიმში უკვე Toronto-ს წინააღმდეგ არ უთამაშიათ. გადავიდეთ ფორმულა 1-ზე, გუშინ გაიმართა მალაიზიის გრან-პრი და აქ კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ეს გამოჩნდა ეს დაძაბული სიტუაცია, თუნდაც გუშინდელი რბოლის სტარტზე, როცა პოლზე მყოფმა ჰემილტონმა მოახერხა ლიდერობის მოპოვება, მას მისდევდა მისი თანაგუნდელი ჩემპიონატის ლიდერი როსბერგი და აი აქ ყველაფერი აურია სებასტიან ფეტელმა, ფერარის პილოტმა, რომელმაც მოინდომა ერთბაშად ორი პილოტის გასწრება პირველ მოსახვევში, შეეჯახა მაქს ვერსტაპენს, შეეჯახა ნიკო როსბერგს, რომელიც ბოლო ადგილზე გადავარდა და თავად ფეტელი კი საბოლოოდ გამოეთიშა მთლიანად რბოლას. გუშინ Red Bull-ის პილოტები გამოიყურებოდნენ ძალიან კარგად და მათ შორის აი ესეთი ბრძოლა იყო დანიელ რიკარდოსა და მაქს ვერსტაპენს შორის, ხოლო გამარჯვებას უახლოვდებოდა ლუის ჰემილტონი, მას არავინ ხელს არ უშლიდა, მაგრამ ფინიშამდე 14 წლით ადრე მისი ბოლიდი აალდა, გამოვიდა მწყობრიდან ძრავა და ჰემილტონმა გარანტირებული გამარჯვება და ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა. რის შემდეგაც, სხვადასხვა შორის ბოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ პელოტონში 8 მანქანას აქვს Mercedes-ის ძრავა და რატომღაც ხოლმე ჩემი ძრავა გამოდის მწყობრიდან, ვიღაცას ძალიან არ უნდა რომ წელს ჩემპიონი გახდეო, ასეთი განცხადება გააკეთა ჰემილტონმა. ასე თუ ისე, მისი გამოვარდით ისარგებლა დანიელ რიკარდომ, Red Bull-ის ავსტრალიელმა პილოტმა და მან მოიგო
თავის კარიერაში მეოთხე რბოლა, მეორეზე Red Bull-ის პილოტი Max Verstappen-ი გავიდა და მესამე იყო ბოლო ადგილიდან მესამე პოზიციამდე გაიკვლინა და Nico Rosberg-მა, რომელმაც გაზარდა უპირატესობა საერთო ჩამოთვლაში 23 ქულამდე Lewis Hamilton-თან ჩემპიონატის დამთავრებამდე რჩება 5 ეტაპი. თქვენს ეკრანებზე იყო ტრიუმფატორი რბოლისა Daniel Ricciardo, სხვათა შორის 2013 წლის შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი Red Bull-მა ავსტრიულმა საჯილიმომ. ახლა დავიწყოთ მიმოხილვა გუშინ ჩატარებული მატჩების წამყვან ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში. დავიწყოთ ესპანეთით, როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა დიდი ძალა წაართვა ბარსელონას Real's და ორივე გრანდმა ესპანური ფეხბურთისა გუშინ წაიფორხილა. ბარსელონამ წააგო ვიგოში Celtas-თან ანგარიშით 3-4. კატასტროფული გამოვიდა ბარსელონასთვის აი ამ მატჩის დასაწყისი, უკვე 33 წუთისთვის Celta იგებდა შეხვედრას ანგარიშით 3-0. სხვათა შორის სტატისტიკოსებმა გამოითვალეს, რომ Luis Enrique's ბარსელონას ყველაზე ხშირად ამარცხებს სწორედ Celta, 5 მატჩი ითამაშეს ამ გუნდებმა ერთმანეთში, ეს იყო ვიგუელების მესამე გამარჯვება კატალონელებზე. Sistom Aspasმა და Matiom საკუთარ კარში გაიტანა მან გოლი 33 წუთზე, აი ასე მოუტანეს Celtas 3-0 ლიდერობა, რის შემდეგაც უკვე გააქტიურდა ბარსელონა, რომელიც თამაშობს ტრამილებული მესის გარეშე და 64 წუთისთვის სტუმრებმა შეამცირეს სხვაობა მინიმუმამდე 2-3. ჯერ Gerard Piqué 58 წუთზე გამოიჩინა თავი, ძალიან შედეგიანია ბარსას ცენტრალური მცველი, მან ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კვირას გამოიჩინა თავი. Neymarმა 64 წუთზე პენალტით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა და თითქოს ბარსელონა დაწევდა მეტოქეს და აი აქ სულელური შეცდომა დაუშვა Ter Stegen-მა, მას უნდოდა პასი მცველის მისამართით, მაგრამ ჩააბარა ბურთი Pablo Hernandez და 77 წუთზე 4-2. მართალია კიდევ ერთი გოლი გაიტანა დარჩენილ დროში ბარსამ, Gerard Piqué-მ დუბლი შეასრულა Denis Suarez-ის პასით, მაგრამ მეტი ზაკეთება კატალონელებმა ვერ შეძლეს და დამარცხდნენ ამ შეხვედრაში 3-4. ასევე შეირჩა თავი მადრიდის Real-მა საკუთარ Santiago Bernabeu-ზე, მან ვერ მოუგო Eibar's ფრე 1-1. Eibar იგებდა მე-6 წუთისთვის Francos გოლით და Gareth Bale-მა მე-17 წუთზე ესე გაათანაბრა ანგარიში, ზედიზედ მეოთხე ფრეს თამაშობს ყველა ოფიციალურ ტურნირზე მადრიდის Real-ი. სამაგიეროდ მოიგო მადრიდის Atletico-მ სტუმრად Mestalla-ზე Valencia-სა, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს Cesare Prandelli და სწორედ ახალი ლიდერი ესპანეთის ჩემპიონატისა გახდა Atletico. Antoine Griezmann-მა 63 წუთზე გახსნა ანგარიში და Kevin Gamero მისმა თანამემამულემ ფრანგმა ფორვარდმა ორამდე გაზარდა Atletico-ს უპირატესობა 2-0 და ახლა Atletico-ს 15 ქულა აქვს, ის ლიდერია, ამდენივე ქულა აქვს Real-ს მეორე ადგილზე იმყოფება, Sevilla-ს 14 და Barcelona-ს 13 ქულა. აღნიშნოთ, რომ Barcelona-ს ასეთი ცუდი სტარტი ესპანეთის ჩემპიონატში არ ქონია 2005-6 წლების სეზონის შემდეგ და 3 გოლი ერთ ტაიმში მან პირველად გაუშვა 2007 წლის შემდეგ. და Cristiano Ronaldo-ზე ვთქვათ, მან 4 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში და მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 2010 წელს ჰქონდა პორტუგალიელ ვარსკვლავს. გადავიდეთ ინგლისის ჩემპიონატზე, აქაც გაიმართა მე-7 ტურის მატჩები და ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ვინაიდან პირველი მატჩი წააგო Josep Guardiolამ Manchester City-ს მთავარი მწვრთნელის რანგში. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე Manchester City-მ ვერ მოუგო Celtics ფრე 3-3, მანამდე ამ გუნდს ჰქონდა 10-დან 10 მოგება ყველა ოფიციალურ მატჩში და აგერ უკვე პირველი წაგება City-სა ახალ სეზონში, ის ლონდონში White Hart Lane-ზე დამარცხდა Tottenham-თან ანგარიშით 0-2. Alexander Kolarov-მა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი მე-9 წუთზე და ამით დაწინაურდა Tottenham-ი, შემდეგ კი 37 წუთზე Heung-min Son-მა გამოიყენა Dele Alli-მ გამოიყენა Heung-min Son-ის პასი და 2-0. სხვათა შორის დარჩენილ დროში პენალტის შესრულების უფლებაც ჰქონდა Tottenham-ს, მაგრამ ლამელამ 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა. ერთ-ერთი მდევარი City-სა გახლავთ Arsenal-ი, რომელმაც ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, მან სტუმრად დაამარცხა Burnley 1-0, მაგრამ ეს გოლი არ უნდა ჩათვლილი იყო, ვინაიდან Laurent Koscielny აშკარად ხელით ითამაშა და ისე გაიტანა ეს ბურთი. მიუხედავად ამისა, Arsenal-ს ეს გოლი ჩაუთვალეს და მან მოიგო შეხვედრა 1-0. კვლავ არასტაბილურია Manchester United-ი, მან საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხა Stoke-ის დამარცხება 1-1. Anthony Martial-მა 74 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ეს უპირატესობა Jose Mourinho-ს გუნდმა ვერ შეინარჩუნა და Joe Allen-მა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. Stoke-ის გოლი გავიდა 92 წუთზე. ცნობისთვის Sharshan Wangalis Manchester United-ს 7 ტურის შემდეგ 13 ქულა ჰქონდა, ვიდრე Jose Mourinho-ს Manchester United-ს, ასე რომ ჯერჯერობით პორტუგალიელი Manchester United-ს ვერ შორის რაც შეეხება გათამაშების ხილს, City-ს აქვს 18 ქულა, Tottenham-ს 17, 16 Arsenal-სა და Liverpool-ს, ესეთია 4-ეული პრემიერ ლიგაში, ხოლო მე-6 ადგილზეა Manchester United-ი 13 ქულით. და ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვათ იტალიის ჩემპიონატზე, სადაც ნაცნობი სურათია, გაიმართა მე-7 ტურის მატჩები და ისევ ლიდერი გახლავთ Juventus-ი, თან განიმტკიცა პოზიციები
პირველ ადგილზე იუვენტუსმა სერიაში, ვინაიდან მან თავის შეხვედრა სტუმრად ემპოლისთან მოიგო დიდი ანგარიშით 3-0, ხოლო მისმა უახლოესმა მდევარმა ნაპოლიმ დათმო შეხვედრა სტუმრად ბერგამოში ატალანტასთან. იუვენტუსი დააწინაურა 65 წუთზე იბალამ, 2 წუთის შემდეგ გონსალო იგუაინმა აი ამ კომბინაციის შემდეგ ორამდე გაზარდა ტურინელების უპირატესობა, გავიდა კიდევ 3 წუთი და არგენტინელმა უკვე დუბლი იზეიმა და საბოლოოდ იუემ მოიგო შეხვედრა 3-0. აი ესე 5 წუთიან ინტერვალში ემპოლიმ გაუშვა 3 გოლი. იგუაინს 6 გოლი აქვს ახალ ჩემპიონატში და ის ბაკასთან და იკარდისთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. ვთქვათ, რომ ემპოლის რიგებში ითამაშა მჭედლიძემ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელიც 67 წუთზე შევიდა მოედანზე. და ბოლოს ატალანტა ნაპოლის მატჩი, როგორც გითხარით, ნაპოლიმ წააგო სტუმრად ბერგამოში ატალანტასთან 0-1 ერთადერთი გოლი ანდრეა პეტანიამ გაიტანა მე-9 წუთზე. იუვენტუსმა გაზარდა უპირატესობა ნაპოლისთან, იუეს აქვს 18 ქულა, ხოლო ნაპოლის 14 ქულა 7 ტურის შემდეგ სერია A-ს. ახლა საკლუბო ფეხბურთში პაუზა იქნება, სანაკრებო მატჩები, შესარჩევი მატჩები იწყება და რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ბრიტანული გასვლა აქვს, მას შეხვედრა ექნება ირლანდიასთან და უელსის ნაკრებთან. მე კი დაგემშვიდობებით და დავიხსენებთ მაყურებელს თქვენთან ერთად. 3 ოქტომბრის სტილის მოამბე დასრულდა, დიდი მადლობა რომ გიყურებთ, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.